სესიაზე უნდა გასულიყო ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში, მოწოდებების სხვადასხვა ჯგუფებს შორის. განხეთქილების ჩამოგდების მიზნით სისხლის სამართლის დანაშაული ხდება, ეს ეხება სოციალურ ქსელს და მედია საშუალებებს. დეპუტატები კანონპროექტის დღევანდელ სესიაზე უნდა განეხილათ ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში. შედის ცვლილებებს ისევ აპროტესტებს ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლება ამკვიდრებს ცენზურას. მმართველი გუნდი კი ირწმუნება, რომ კანონი არ შეზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. პარლამენტში ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განმარტებები, რომ ეს არ შეეხებოდა პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც იქნებოდა Facebook-ზე ან სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებული. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება პოლიცია განცხადების საფუძველზე მართლაც დაინტერესდეს თუ რა დგას ამა თუ იმ განცხადების. ეს ნათლად აჩვენებს, რომ მუხლი, რომელიც შემოაქვს, უკვე პრობლემურია. მან შეიძლება სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციები გამოიწვიოს და საბოლოო ჯამში სიტყვის თავისუფლება დააზიანოს. ეს არის ევროსაბჭოს, ევროკავშირის საბჭოს და ასევე გაეროს რეზოლუციებით დადგენილი ერთიანი სტანდარტები, რომელიც ყველა ქვეყანას აქვს და ეს არის ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში, სადაც ხდება სამართლებრივად კრიმინალიზაცია ისეთი ქმედებების, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის შუღლის ჩამოგდებას. და ამდენად ეს ცვლილებები, რომელიც სხვადასხვა მუხლის სახით ემატება კოდექსს, არ არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან არანაირ კავშირში.